მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ სერიალის ვარდების და ცოდვების შესახებ. ისმის კითხვები, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო სერიებში. თიბეთი ქადირის მამაა, ბერაქი ორსულად არის. ამის შესახებ ვიდეოში ვისაუბრებთ. სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა გამოიწეროთ ახი და მოიწეროთ ვიდეო. მომდევნო სერიაში გაირკვევა, რომ თიბეთი არ არის ქადირის მამა. უბრალოდ ის ქადირის ნამდვილი მამის მითითებებს ასრულებს. ის ქადირს წამოიყვანს ერხათის სახლიდან და ეცდება მის გაგზავნას ინტერნატში. ამით ის ცდილობს ზეინების დაყოლიებას, მასთან გადავიდეს საცხოვრებლად, რადგან ის მოხიბლულია ზეინების გამბედაობით, შეუპოვრობით, გულისხმიერებით. თიბეთს შეუყვარდება ზეინები და მაქსიმალურად ეცდება ჩამოაშოროს ერხათს. ბერაქის ორსულობა შესაძლოა წარმატებით არ წარიმართოს. მართალია მან მოახერხა კვერცხ უჯრედის გადატანა, თუმცა შანსი მაინც მცირეა. ბერაქის შესაძლო ორსულობა ერხათის ცხოვრებას სრულიად შეცვლის, რადგან ის არ ენდობა ცოლს. დარწმუნებულია, მის სიტყვას შეასრულებს ბერაქი და მის მომავალ შვირს აუცილებლად ისე მოექცევა, როგორც მოექცა ქადირს. ამას კი ერხათი არ დაუშვებს. ბერაქის გათვლაც სწორედ ეს იყო. რაც შეეხება ერხათის დედას, ის ეჭვობს და ნაცნობ ნივთებს პოულობს ბერაქთან, რაც წარსულის მოგონებებს უღვიწებს. ჯიხანი ცდილობს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაოს, რადგან იცის, რომ საიდუმლო, რომელსაც ის მალავს, მალე გამჟღავნდება და მას მოუწევს ყველაფრის მიტოვება, ქვეყნიდან წასვლა. ერხათი და მისი ოჯახი ამას ჯიხას არ აპატიებს. და ბოლოს, მთავარი კითხვა: ვინ არის ქადირის მამა? გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქადირის მამა არის ერხათის და ჯიხანის მამა, ანუ ქადირის, ერხათის და ჯიხანის და არის. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.